გასული კვირის მნიშვნელოვანი თემებით ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ობიექტივი ჯიხას გუნდთან ერთად დარიკო ბერია მოგესალმებათ საღამო მშვიდობისა. ორი დაპირისპირებული მხარე სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეოს სამმართველოს ადმინისტრაციასა და დევნილებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. სატყეოს ადმინისტრაცია სასწრაფოდ ითხოვს დევნილების გასახლებას ტუთმული შენობიდან. 14 წლის განმავლობაში სატყეოს შენობაში შეფარებული დევნილები შენობიდან გადასვლაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით შენობას იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. 14 წელია, რაც სატყეოს სამმართველოს შენობის პირველ სართულზე ცხოვრობს გაბენიების ორი ოჯახი. ისინი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან. არსად არ მუშაობენ, პენსიითა და ლტოლვილთა დახმარების წყალობით ირჩენენ თავს. წასასვლელი არსად აქვთ და არც არავინ ყავთ ისეთი, ვინც შეიფარებს და დახმარების ხელს გაუწვდის. დევნილები იმდენად შეეჩვენენ აქაურობას, ფიქრიც კი უჭირთ შენობის დატოვებაზე. მათი თქმით, 14 წლის შემდეგ ისევ ხელმეორედ გასახსნება ტრაგედიის ტოლფასია. ისინი შენობას იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ მუნიციპალიტეტი და სატყეოს ხელმძღვანელობა თანხით უზრუნველყოფს მათ ოჯახებს. გაბენიები კამერის წინ გამოჩენას ერიდებიან. ინტერვიუზე მხოლოდ ოჯახის უფროსი ქალბატონი ციალა დავთანხმდა. მხოლოდ ამას უყურებ ჩვენ ამ ტოლვილის 11 წლად და 38 წლად პენსიას. ამდენი ოჯახის წევრები ვართ, ბავშვებიანად ვარ და ვართ რაღაცა როგორც მათხოვარი ისე, ერთი არ შეგვიძენია არაფერი ერთი. და ეხლა თუ რამეს დაგვეხმარებიან, დაგვეხმარებიან და გადავალდგას თუ მომცენ, თუ დაგმაყოფილებენ ჩვენ, მაშინ ჩვენ გადავალთ სუღუნანი, რა ვქნათ აბა. და მე ვერ წავალ იქით სადაც ტყეში, მე ცუდად ვარ, წამალი. თუ ვიყიდე მე ეგერ მიცემს რეცეპტი და ვერ ვიყიდე წამალი. ის გამიკეთეს, ნემს ვერ გამიკეთეს, 22 ლარი გადამახტევინე წამიყვანეს და ისეც იმან მომცა ლელა. და ასეთი გაჭირებულ დღეში ვართ. დღეს ჩემი ბიჭი დადიოდა და ერთი პურის სქვილი ვერ მოიტანა, ნისიათ არავინ არ მისცა. და ასე ვართ გაჭირებულ და რა ვქნათ, რა ვიცი, დაგვეხმარონ უნდა. მე რა თქინდა ეს შენობა? ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ამას ჩვენ ვერ დავუყურავთ, ამას რა უნდა გავკეთოთ ამ დანგრეული შენობას? რაღაცა უნდა გვისაშვიდოთ მაშინ. ამ ორ ოჯახს რა ვქნათ აბა? რა ვქნათ? ერთი თვის უკან დევნილებს 1 მაისის კოლმეურნეობის შენობაში სთავაზობდნენ გადასვლას და შენობის მოსაწესრიგებლად მუნიციპალიტეტი დახმარებას ასპირდებოდა. დევნილებს კი იმ შენობაში გადასვლა არ აწყობთ და იმასაც ამბობენ, რომ კანონით ერთი წარმოებიდან მეორე წარმოებაში დევნილების ჩასახნება კანონით აკრძალულია. სატყეო დეპარტამენტის ძველ შენობას სასწრაფოდ ესაჭიროება რესტავრაცია. სატყეოს თანამშრომლები სახელმწიფო შენობიდან სასწრაფოდ ითხოვენ დევნილების გაყვანას. დევნილებსა და სატყეო დეპარტამენტის ადმინისტრაციის შორის არსებული პრობლემის შესახებ კომენტარი ითხოვეთ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს უფროსს კახა ტურავას. ტურავა სანამ ინტერვიუს ჩაწერდა, მანამდე თავი დაიზღვია და პრესამსახურისგან ნებართვა აიღო. ტელეფონით დაუკავშირდა თბილისის სატყეო დეპარტამენტის პრესამსახურს და ტელეკომპანია ჯიხა ჟურნალისტისა და გამგეობის პრესამსახურის მიერ დასმული კითხვა გააცნო. მისგან თანხმობის შემდეგ კი ინტერვიუ შედგა. მოგეხსენებათ, რომ ეს შენობა არის სატყეო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობა. პირველ სართულზე განთავსებული არიან ტოლვილები, ეს არის ორი ოჯახი, გაბენიების ოჯახი, რომლებიც ამ ეტაპზე უარს აცხადებენ შენობიდან გასვლაზე, ხო. წერილი მივწერე მე გამგეობას, შევთანხმდით გამგეობასთან ერთად. და მოვილაპარაკეთ, რომ ამ გამოუყოლდნენ ალტერნატიულ ფარს. კეთილმოწყობილ ფარს, რა თქმა უნდა, იქ დაეხმარებოდნენ, ფულად დახმარება იქნებოდა, რემონტს გაუკეთებდნენ იმ შენობას, მაგრამ უარი განაცხადებს ამ ალტერნატიულ ფარსში გადასვლაზე, რა ტოლვილებმა გადასვლაზე. ჩვენ ახლაც მუშაობთ გამგეობასთან ერთად მაგაზე, რომ შევმუშაოთ და მოხდეს ყველაფერი ნორმალურად. ანალოგიურად ჩვენს მიერ ესე იგი განაცხადი გაკეთებული იქნა პოლიციაში. საბუთებით ჩვენ გვაქვს რესტრი თავიდან გავატარეთ ეს შენობა საჯარო რესტრში. და რა ვიცი ახლა გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ ალბათ. როგორც თქვენთვის ცნობილია, ქუჩის კომიტეტები გაუქმდა და ჩამოყალიბდა ახალი ამხანაგური ჯგუფები. ამხანაგობის თავმჯდომარეებად და ქუჩის წევრებად ითვლებიან ქუჩის მცხოვრებლები და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეები.
9 აგვისტოს ქალაქის რწმუნებული რენო კვარაცხელია, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა შანავა და აგრარული კომისიის თავმჯდომარე ანზორ ფიფია რამდენიმე უბანში გავიდნენ და მოსახლეობას გააცნეს ახალი ამხანაგური ჯგუფების შექმნის შესახებ დებუნება. შეხვედრისას საუბარი იყო თუ რა უფლებები და მოვალეობები აკისრიათ ამხანაგობის თავმჯდომარეებსა და საინიციატივო საბჭოს წევრებს. 4 ქუჩას უკვე ყავს ამხანაგობის თავმჯდომარე. საგიას ქუჩაზე 24 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბექა ჩაჩიბაია. შვიდობის ქუჩაზე ლაშა მებონია. მეუნარგიას ქუჩაზე აირჩიეს მოგენი კვარაცხელია და მაიაკოვსკის ქუჩაზე პირველი საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კოტე შანავა. არჩეულმა ამხანაგობის თავმჯდომარეებმა უახლოეს პერიოდში გამგეობაში უნდა წარადგინონ კრების ოქმი და დებუნება სანოტარო კანტორიდან დამოწმებული. ახალი თავმჯდომარეები და საინიციატივო საბჭოს წევრები ერთად იმჟენებენ უბნებში არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე. მოსახლეობიდან გამოვიდა ინიციატივა, რომ შექმნილიყო კორპუსების მიხედვით, ქუჩების მიხედვით ამხანაგობები, რომელიც დაეხმარებოდა ხელისუფლებას მოსახლეობის ყოფითი პრობლემების მოგვარებაში. ჩვენ აქტიურად ხარი დაუჭირეთ მოსახლეობის ამ ინიციატივას, საკრებულომ, გამგეობამ ერთად შევიმუშავეთ სპეციალური დებულებები კორპუსებისათვის ცალკე, ქუჩებისათვის ცალკე და იქ შეიქმნება ამხანაგობები. დღეს ჩვენ ვატარებთ უკვე კორპუსების მიხედვით თვითონ მოსახლეობის დაინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ დამფუძნებელ კრებას. უბრალოდ ჩვენ ვესწრებით, თვითონ აფუძნებენ ამხანაგობებს, ჩვენ ვესწრებით ამ ამხანაგობების დაფუძნებას და როგორც მოგეხსენება, ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს ფასადების შეღებვა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გადავწყვეტთ იმ შენობებს, რომელსაც ავარიული მდგომარეობა გააჩნიათ ამ მხრივ და აწვიმს და გაუსაზრდელ მდგომარეობაში იმყოფებიან იქ მობინადრენი, ჩვენ გადავწყვეტთ თანადაფინანსების პრინციპით მოსახლეობას თავისი ბიუჯეტიდან გაიღებს ხარჯებს რა თქმა უნდა და სახელმწიფოც დაეხმარება მათ. ახლა არის შეფარდებით ეს არის 10-90-თან, მოსახლეობა 10%-ს გადაიხდის, მოსახლეობა მას შეგნებით პირიქით ჩვენ მოსახლეობას ვეხმარებით და მოსახლეობას აქტიურობისაკენ მოუწოდებთ, რომ ჩვენ უფრო მეტად ჩაგვთონ ამ პროცესებში, მივესალმებით რა თქმა უნდა ამ პროცესს და ეს გაგრძელდება ქუჩების მიხედვით თვის ბოლომდე, თითქმის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დამთავრებული იქნება ქუჩებისა და კორპუსების ამხანაგობების შექმნა. რაც შეეხება იმ ბინებს, რომელთაც შეიძლება წელს ვერ შეეხოს აი ასეთი მოქმედებები, ესე იგი დაფინანსება, თანადაფინანსების პრინციპი, ჩვენ მომავალი წლიდან ვითვალისწინებთ თითქმის ყველა კორპუსს, სადაც კი შეიქმნება ამხანაგობები ჩვენ განცხადებით მოგმართავენ თანადაფინანსების პრინციპზე, მათთან ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას და მომავალი წლისათვის ალბათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ ჯვარში და ქალაქ წალენჯიხაში ეს პრობლემები მოგვარდება. თამარ მეფის ქუჩაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები, ერთდროულად ხდება შავი საფარის დაგება, ბორდიურების მოწესრიგება და წყალსადენის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები სავარაუდოდ 15 აგვისტოსთვის დასრულდება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, თამარ მეფის ქუჩის მსგავსად ყველა ცენტრალურ ქუჩაზე იგეგმება კეთილმოწყობის სამუშაოები. ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მაისის თვიდან. დამთავრდება ალბათ 15 აგვისტომდე. ეს მოიცავს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, თამარ მეფის ქუჩას, რა თქმა უნდა, მაიაკოვსკის ქუჩას, ბაზრის ტერიტორიას, მოედნებს ერთადში. ქალაქის ცენტრალურ მოედნებს. ქალაქის ტერიტორია კეთილმოწყობა, რა თქმა უნდა, კეთდება ბორდიურებით, ბეტონის ბორდიურებით. მომავალშიც ალბათ სხვა ქუჩებზეც იქნება გათვალისწინებული შეკეთების სამუშაოები და რაიონის ცენტრი ნახევრად დაემსგავსება ქალაქის პატარა მხარის რა კუთხეს. მოქალაქეთა ერთი ნაწილი სანაგვეურნებს გვერდსურმის და ქუჩაში ყრის ნაგავს, დიასახლისებს კი სახლიდან გააქვთ ნაგავი და ქუჩაში ისვრიან უმისამართოდ. 7 აგვისტოს საკრებულოს კომისიამ მორიგი რეიდი მოაწყო ქალაქის ტერიტორიაზე. ქალაქში არსებული ანტისანიტარიის გამო დასუფთავების სამსახურმა მკაცრი გაფრთხილება მიიღო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამზადებს საკითხს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ. საკითხი მოიცავს ქალაქში არსებულ დასუფთავების, წყალმომარაგების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის, მოხეტიალე პირუტყვისა და სხვა სანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. კომპლექსურად შესწავლის შემდეგ კი დაისახება ღონისძიებების გეგმა პროგრამა, რაც შესასრულებლად განესაზღვრება გამგეობის შესაბამის სამსახურებს. წალენჯიხის მოქალაქეებს, იურიდიულ პირებს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებებითა და წინადადებებით შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს. წალენჯიხის წყალკანალის ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა ერგო მოშლილი და ავარიული წყალმომარაგების სისტემის სახით. მიუხედავად ამისა, შესაძლებელი გახდა წყლის მიღების მთლიანი შეცვლა კალანდია, შანავასა და მშვიდობის ქუჩებზე. ამა თუ ობიექტზე ხშირი ავარიების მიუხედავად სწრაფად და ოპერატიულად ხდება მასზე შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება სტალინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, ეს გახლავთ ბოლო 15-20 წლის მანძილზე განხორციელებული ყველაზე დიდი კაპიტალდაბანდება. 4 კილომეტრის სიგრძეზე მთლიანად ისლობა წყლის მიმღები. პროექტი ხორციელდება პრეზიდენტის ფონდიდან. ძალიან რთული მემკვიდრეობა გვერგო, ესე იგი ანალოგიური სიტუაცია არის კალანდიას ქუჩაზე, დაახლოებით 15 წერტილი არის გასარემონტებელი. ამასთან ერთად კიდევ გვაქვს ორი მიკროპროექტი, ეს არის მშვიდობის ქუჩაზე და ბადრიშანავას ქუჩაზე რა. დაახლოებით მშვიდობის ქუჩაზე არის 50 კომლი რა, 50 კომს უნდა მივაწოდოთ სასმელი წყალი. ანალოგიური სიტუაცია ბადრიშანავას ქუჩაზე დაახლოებით 25 კომს უნდა მივაწოდოთ რა სასმელი წყალი. ეს პროექტები იქნება უახლოეს პერიოდში დასრულდება რა. ორივე მშვიდობის ქუჩაზე და ბადრიშანავას ქუჩაზე არის გავაკეთეთ ამას პარალელურად რა. დიახ, მოგეხსენებათ ჩვენ ორ დღეში უკვე ვასრულებთ. ვართ საგზაო სამსახურთან ერთად, ქვემოიჯარეთ ვართ, იქ ვაკეთებთ ჭებს, რაც შეესწრება გადასასვლელებს და ურდულებს რა. ამას ვჩებით ორ დღეში ჩვენ შეგვიძლია უკვე მაგისტრალზე გავუშვათ წყალი რა, მივაწოდოთ მოსახლეობას, მაგრამ იქ არის კიდევ ერთი პრობლემა, ესე იგი მოსახლეობამ თვითონ უნდა შეიყვანოს ესე იგი წყალი რა, გაყვანილობა ოჯახებში რა. დანარჩენი მაგისტრალს რაც შეეხება ჩვენ შეგვიძლია ორ დღეში, ესე იგი 11 წუთში მივაწოდოთ რა, აი მაგისტრალს. და ბოლოს პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების ლიდერი კოკო გამსახურდია და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების წევრები სამეგრელოს რეგიონებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. მათი ჩამოსვლის მიზანია ფართოდ გაიშალოს საარჩევნო კამპანიები, ჩამოყალიბდეს საქართველოში სერიოზული მოძრაობა. 1 საათიანი შეხვედრის დეტალები ჩვენი სიუჟეტიდან. კოკო გამსახურდია და პოლიტიკური მოძრაობის წევრები სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდნენ სამეგრელოს რეგიონებში. პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა დიდი ხნით მონატრებული აფხაზეთის საზღვარიც გადალახა და აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდა. ამ მოძრაობის მთავარი მიზანია არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოში გაშალოს ფრთა და შექმნას უძლიერესი საარჩევნო კამპანია. სამეგრელოს შემდეგ შეხვედრები იგეგმება კახეთის მოსახლეობასთან. გამსახურდიამ შეხვედრაზე ისაუბრა ექს-პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მოტივებზე. მისი თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება მოძიებული დოკუმენტური არქივის საჯაროდ გამოტანა. პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა სამ წალენჯიხელ ახალგაზრდას, პოლიტიკური მოძრაობის აქტიურ წევრებს, პაატა სურდიას, ლაშა ყვარაცხელიასა და კობაშანავას სერტიფიკატები გადასცა ტრენინგებში აქტიური მონაწილეობისათვის. ტრენინგები ტარდებოდა ქალაქ ზუგდიდში, რომელიც ეხებოდა საარჩევნო კამპანიის მეთოდოლოგიას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოძრაობის წევრები მოახლოებულ არჩევნებზე. მოძრაობის ყველა წევრსა და დამსწრებირებს კი საპროგრამო თეზისები დაურიგდათ. 10 წუთიანი საუბრის შემდეგ კოკო გამსახურდიას უამრავ პრობლემებზე უწევდა მოსმენა. მთავარი მაინც მიწის პრივატიზაცია, უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყე, ფართოდ გავრცელებული ღორისჭირი. ერთი სიტყვით შეხვედრაზე საუბარი იყო რაიონში არსებულ მწვავის საკითხებზე. კოკო გამსახურდიამ პაატა სურდიას თხოვა დეტალურად დაეხსნა თუ რა ხდება მიწის უკანონო პრივატიზაციასთან დაკავშირებით წალენჯიხის რაიონში, რომელმაც შემდეგი განაცხადა. შეიძლება მოსმინო. სამართლებრივ პროცესზე არ ამგონია რომ დიდი შესაძლებლობები მქონდეს. პირველი, იმიტომ რომ ხდება ამ აუქციონებზე ხდება ფასებით მანიპულირება.
გოროზია ამბობს რა არგუმენტს რომ მას სურს ბიუჯეტის შევსება. ესე იგი, იმიტომ ადგენს 560 ლარს გექტარზე, ხო? იმიტომ ადგენს რომ ჭარბი შემოსავალი გააჩნდეს ბიუჯეტს, მაგრამ ეს არის შემოვიდით ყურით მოთხრეული რაღაც არგუმენტი, სინამდვილეში საქმე ეხება იმას, რომ ჩვეულებრივმა ხალხმა ვერ შეისყიდოს, რამდენადაც 560-დან დაიწყება სავაჭრო ფასი, იქ 2-3 კაცი ხდება, ისეთი რომლებიც იყვნენ ვარასდროს. პოლიტიკური მოძრაობის წევრებმა გამოთქვეს სურვილი მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ რეგიონალურ მაუწყებლობასთან, ხშირად გადაიცეს მათი გამოსვლები და მიმართვები მოსახნეობისადმი, ობიექტურად გაშუქდეს ყველა მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებები. საუბარი აქტივისტებსა და მოსახნეობას შორის 1 საათი გაგრძელდა. შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა მობილური ჯგუფების შექმნა. უახლოეს პერიოდში პიკეტებით, აქციებით მოხდება წინააღმდეგობების გაწევა. ბატონი კოკო, ყველა რაიონშია ტელევიზია. რომ აი გავაკეთოთ იმის ორგანიზაცია, რომ ტელევიზიით მიმართოს ალენჯიხის მოსახლეობას, ზუგდიდის მოსახლეობას, შხოროწყუს მოსახლეობას, აი ამის უზრუნველყოფა. ბატონი კოკოს ვიზიტები ხალხადანაირად. კი, მაგრამ მიმართვა სუსტაა. შუქდება და ეხლა ჩვენ სააკაშვილის მიერ კონტროლება ტელევიზია. ტელევიზია კერძოა. არა, გასაგებია. თუ ერთ-ერთ ვიხიდი, რომ რაიონული სამსახური მოახერხებს იმას, რომ ტელევიზიასთან დადოს ან ხელშეკრულება, ან რამე, ან პირდაპირ რომ ტელევიზიას გადაუხადოთ ფული და ბატონი კოკოს მიმართვები ჩვენ ამას მოვდივართ. ხო, მე რაიონულმა ორგანიზაციებმა თქვენი ჭირი მე ბოდიში ერთ რაიონულმა ორგანიზაციებმა ნახონ და გაარღვიონ სიტუაცია ტელევიზიაში. რა იგ საერთოდ დრო და როგორ შეიძლება ბატონო კოკო გავიდეს ეთერში. აი ეს ყველა რაიონმა სადაც ტელევიზიები არის. ხალხადანაირად თქვენი ჭირი. ძალიან კარგი ეს წუხელს რო გამოუხატავთ ყველაფერი კარგი. კონკრეტული საქმე რომელიც გამოიღებს შედეგს. ეხლა პირველი კონკრეტული საქმე ეს არის. მობილური ჯგუფი. თუ პოლიტიკურმა მოძრაობამ თავისუფლება მე პირდაპირ ვაცხადებ. მოსვენება მისცა ხელისუფლებას და ხელისუფლება არ დაინტერესდა იმიტომ, რა შვება პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება. მე ეს რო გავაკეთო, იმათ რა რეაქცია ექნება. თუ მათ ეს არ იგრძნეს ჩვენგან და პირველ რიგში მოსახლეობამ არ იცნო ჩვენი მხარდაჭერა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე ზედმეტის. ჩვენ აქ ჩავატარეთ თათბირი რეგიონალური ორგანიზაციისა. ეს თათბირი მიზნად ისახავს ჩვენი აქტივების მობილიზებას. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება მათ მხარში უდგას, ვინაიდან ხელისუფლება დღეს ცალსახად და აშკარად ეწევა მოსახლეობის ჩაგვრისა და დისკრიმინაციის პოლიტიკას. რაიონში არის უამრავი პრობლემა, რასაკვირველია მოსახლეობის საზარალოდ და საზიანოდ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ხარში ამოუდგეთ ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ამავე დროს ჩვენი საარჩევნო კამპანია და ჩვენ მივახცევთ იმას, რომ მოსახლეობა აუცილებლად გადაირჩევს ამ მოძალადე ხელისუფლებას, რომელმაც ხელხო ფაქტიურად ყველა უფლება, მათ შორის კერძო საკუთრების უფლება. დღეისათვის სულ ეს იყო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.